და ეხლა ნახეთ კოლონა აწყვეთ მარშრუტი თქვენ აირჩიეთ თუ ვანო ერთი გზა შედის იმ გზით წახვედით თავარი გზით რაც ხო და არა ვთქვათ რაღაცა კი ბატონო იქ მე შიგნით უკვე გავიყავით და შეხვედით ცხინვალში რომელ საათზე აი 10-11 საათია რა ცხინვალში უკვე 10-11 საათზე ხართ რა მაგ დროს და შევედით რა კი ბატონო მალევე შეხვედით რა დაგხვდათ ცხინვალში ცხინვალში ესე იგი თითქმის შუაგულამდე გავედით რა და მე უკვე პირველი კონტაქტი უკვე შეხვდა იმაში რა ესე შუაგულში იქ ერთ ტანკი დაგვიწვეს იქიდან ეკიპაჟმა მოასწრო გადმოსულა და მანქანებში გადმონაწილდა სხვა მანქანებში ამ დროს მე უკვე ტელეფონით ურეკავ იმას გენშტაბის უფროს საზოგადოებას და ვეუბნები რომ მარტო ვარ ქალაქში მე მგონია რომ უკვე სხვადასხვა ხრიდან არიან შემოსულები და მარტო ვარ ქალაქში და აქ მე დიდი ხანი ვერ გავწევ კუთხარი ტყვიაწამილი გამომელევა და მომიწევს მე უკან დახევა რა თუ არ მომეხმარებით აი ესეთი იყო რა ქვია და ეს ჩვენ სწავლობ კარგია და თქვენი ამოცანა რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგისახათ შეასრულეთ ამის შემდეგ ცხინვალის დატოვება მოგიწიათ რაღაც მომენტში ხო პირდაპირ არ არის ნელ-ნელა პოზიციები ჩვენ პოზიციები ისავქენით დავიკავეთ და რაღაცა ნაწილზე მე ნელ-ნელა ვიწევდით უკან ესე იგი წინააღმდეგობის მომატებასთან ერთად რა როდის დაიწყეს უკან დახევები და ახლობთ ესე იგი სადღაც აი პირველი დარტყმა როცა მივიღეთ ესე იგი პირველი ის როცა მოხდა კონტაქტი მაგის მერე უკვე რა ქვიან გააქტიურდა უფრო სადღაც ერთი ალბათ 2 საათის მერე ალბათ 2 საათის მერე ალბათ ნელ-ნელა უკან დავიწყეთ ისა მოგესალმებით ბატონო შალომები პატივშევ თქვენს პროფესიონალის ვიცი რომ პროფესიონალი ხართ ну ეს გასაგებია ეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა ახლა იქ თქვენ უნდა შესულიყავით თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენის ბრძანება შეასრულეთ რომელიც გქონდათ პირნათლად გაგიჭირდათ თუ გაჭირვებით თუ როგორც შეხვედით ცხინვალში ასეც იყო განსაზღვრული ასეთ დავალებაც იყო აი შემდგომ უკვე როდესაც თქვენ ვისდაურეკეთ ბოდიშვიხტი შეიძლება მე ვერ მოვისმენე რომ მე მარტო ვარ ახლა ცხინვალში და წეცნაზე ბუნებრივია ვერ გაძლებდა იქ რაღაც ამოცანა შეიძლება ერთი კონკრეტული ლოკაციაზე შეასრულო და მურჩა მეც ვერ გაძლებდა და ვის ელაპარაკეთ რა მითხარით გენშტაბის უფროს კარგით აი ამის მერე რა ხდება მოდის დახმარება ვერ მოდის რას გპასუხობთ ну კარგია მითხრა კარგი გავიგე მაგრამ კარგი და თქვენს ელოდებით მაგრამ დახმარება არ ჩანს არანაირი დახმარება მარტო ვიყავით ქალაქში მარტო იყო მაგას ეგ არის მთელი უბედურება რომ იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე არის აირია ყველაფერი და ამიტომ ამ კაცმა ის საერთოდ ცხინვალში უნდა შესულიყო თუ არ უნდა შესულიყო და ამის გულისთვის დაკარგა ესა დაკარგა არა ესა რა ქვია ამდენი თანამშრომლები და ხო და აი შემდგომ უკვე თქვენი გამოსვლა როგორ ხდება რაღაც ეს ცხინვალის სამხრეთში რაღაცა პოზიციები შევინარჩუნეთ და გავმაგდით იქ და უკვე როტაციას ვაკეთებ რომ თქვათ ჯავშან მანქანებით ტყვია-წამლით ჩავანაცვლო გარეთ გამოდიან ზემონიქოში ისე უკან შედიან და რაღაცა გარკვეული პერიოდი ამას ვინარჩუნებთ რამდენი ხანი შეინარჩუნეთ ეს კარგი ხანია 9-მდე თითქმის 9-მდე ანუ იქ ახართ ისევ კი იქ ახართ კი აი დანაკარგი ქონდა დანაკარგი 9 თანამშრომელი დავგარეთ სუჯამში მთელი ამ ომის განმავლობაში 14 კაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ცხინვალში დაკარგეთ 9 ცხინვალში დაკარგეთ 9 და ერთი ტანკი აგიფეთქეს ხო ტანკი თავდაცვის სამინისტროს იყო ოღონდ იქ სულ გადარჩა და უბრალოდ მანქანებში გადმონაწილდნენ სხვა მანქანებში თქვენ ორი მეკავშირე ყავდათ ისინიც ხო ბუნებრივია მათაც კონტაქტი უნდა ქონოდათ ისინიც ვერ გადიოდნენ კონტაქტში ისინი თავისი იმითია ანუ კავშირი გაბმო არა იქ უკვე ზემონიქოში მე აღარ მჭირდებოდა ის ისინი და ზემონიქოზე კარგად ვიცოდით
ხო ჩვენი ტერიტორია იყო ის ხო იმიტომ რომ ჩემი სამშაბოები იდგა ის კარგად ვიცით რა უბრალოდ აი ის იმ ადგილზე ვერ გავედით საწყისი გეგმით რაც იყო გათვალისწინებული თორე ეს დანარჩენი ამოცანა მე უკვე ბრძანების ანუ თქვენ პრაქტიკულად შეხვედით ცარიელ ქალაქში ცარიელ ქალაქში ხო ცარიელ ქალაქში ახლა მოსახლეობა გაყვანილი იყო იქა რაღაც ნაწილი კი იყო მაგრამ გვესროდნენ იმიდან რა ქვია ფანჯრებიდან სნაიპერები ფანჯრებიდან და სახლები იმიტომ რომ იმ მანქანაში სადაც მე ვიჯექი მე მწვავფეს პირდაპირ კისერში მოხვდა და ჩამოგვივარდა შეიგდით ეს ბიჭი რა და ნუ ესეთი საერთოდ გულიანი ის იყო უკან შეიკრა იმი და ისევ ავიდა ეს დაჭრილი და რაღაც ნუ ძალიან კარგი ის იყო რა ქვია როგორ ტყვია მოხდა კაცში და მე შეიკრა და ავიდა ისე ბევრი ხო ხდება ასეთები და თქვენ როდის გამოხვედით ან როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება მე ხდება ესე იგი მე არ ვიღებ მაგ გადაწყვეტილებას მე გადაწყვიტეს რომ ჩვენი პოზიციები უნდა გადაგვეცა ესე იგი თავდაცვის სამინისტროს შეერაღებული ძალებისთვის რომ იმათ უფრო მეტად კარგი კოორდინაცია ჰქონდა და თუ შემდეგი მოქმედებები გაგრძელდებოდა 9-ში ეს მოქმედება ჩატარდა მე რა ჩვენ გამოვედით სარეზერვო იმაზე გამოგვიყვანეს და სადღაც ეს ვარ ჩვენ ქარელის მარცხენა ესე იგი თუ გორს ესე წინიდან შევხედავთ ხო ქარელის ხარეს რა აქეთ მაგალითად როდესაც უკვე და ვიყავით იქ ერთი დღის განმავლობაში მე როდესაც უკვე აი თქვა საშიშროება იყო რომ ესენი გორს შემოვიდოდნენ 10 რიცხვი არის რაღაცა ნაწილი ჩემი პირადი შემოადგენლობიდან იქ ვინც ვიყავით გამოვყავი და გავაგზავნე შემოვლით გზაზე იმიტომ რომ თურქები შემოვიდოდნენ და გორს იმას იზავდნენ დაიკავებდნენ იქიდან გამოსული ისე მოსახლეობას მოუწოდა შემოვლით გზით ჩამოსვლა რითიც მე ისარგებლეს ამიტომ ეს დანაყოფი გავაგზავნე და ისინი აცილებდნენ რომ გზაზე ყაჩაღობა რაღაც ამოხდარიყო და გზაც ესწავლათ იმიტომ რომ რთული გზა იყო მაშინ არ იყო აი ეს დანაყოფი აცილებდა თითქმის კოჯრამდე უკან მიდიოდნენ და ესე იმ მოსახლეობას ჩვენ გადავიდით მეორე ხაზს რომ არ გაეწყვიტათ იმას რა ქვია რუსეთს ჩვენი თავი ესე ვთქვათ იმაში გორში შემოსვლით და თუ მე თბილისის დაცვა გახდებოდა საჭირო ვეღარ გადმოვიდოდი აქეთ ხარეს ხო მეც უკვე შემოსვლით გზით უნდა მევლო და შეიძლება თქვა დიდი დრო დამჭირებოდა ამიტომ აქეთ ხარეს გადმოვიდით ბატონო შალვა ბოდისუფლი ბატონო ლეკოს თქვენ აი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრეთ ასე გავაკეთე მე ასე გავაკეთე ეს რომ არ მომხდარიყო ამის თავიდან ასაცილებლად ეს ასე და ასე მოვიქეციო ბატონი ალექსანდრეს კითხვაზე ბრძანეთ ამ გადაწყვეტილებებს თქვენ ადგილზე იღებდით თქვენით არა ყველა გადაწყვეტილებას ვათანხმებდი ვისთან ჩემ მინისტრთან უკვე ეს ამოცანა უკვე რომელსაც მე ვლაპარაკობ როგორც კი გამომიყვანეს მე ფრონტის იმიდან ხო მე უკვე რა ქვია თავდაცვის სამინისტროს აღარ ეხება ახლა მე ეს დანაყოფი ჩემით გავაგზავნე რომ ხალხისთვის დახმარება გაეწია შემოვლით გზაზე და აქეთ ხარეს გადმოვდივარ და ტელეფონით ვეუბნები ამას რა დავურეკე რომ თუ ესე იგი შემოვლენ და გორს აიღებენ იმიტომ რომ იყო საშიშროება ეს ან წინასწარ გძნობდით ჯერ არ იყო ეს 10 რიცხვია სადღაცა ესე და ვეღარ გადმოვალ აქეთ და დახმარება რომ დაჭირდეს ისევ ან თავდაცვის სამინისტროს ან ქალაქს ან რაღაცას მე მეორე ხარეს უნდა ვიყო გადმოსული აქეთ ხარეს და კარგიო მითხრა როგორც კი გადმოვედით კი დამეთახმა როგორც კი გადმოვედით ზუსტად 1 საათში საათნახევარში ის მთელი ტერიტორია მიწასთან გაასწორეს რუსებმა კი ბატონო საიდანაც აი ეს შემთხვევით გადავჭით რა ყველა რა თქვენ რომ ცხინვალში შეხვედით დავაზუსტებ მიწასთან გაასწორეს თვითმფრინავებით მადლობა ცხინვალში რომ შეხვედით იქ თქვენს გარდა ან ჩვენი ჯარის დანაყოფი ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები თუ იყო სხვა არავინ არ იყო თქვენს გარდა ჩემი ის არა როგორ არ იყო შეხედეთ ჩემთან იქ მომაგრებული იყო იმ პერიოდში ბათუმის ქვეითი რაღაც ბათუმის ბატალიონი იყო თავდაცვის სამინისტროსი და სპეცდანიშნულების რაზმი იყო თავდაცვის სამინისტროს ერთი სპეცდანიშნულების რაზმი ეს აღარ მახსოვს რაღაცა ეს ორი დანაყოფი მომაგრებული მყავდა თავდაცვის სამინისტროში. აი როცა მე უკვე იქ კოლონა მოვაწყეთ და შევდივართ იმ. კი, ოღონდ ცხინვალში რო შეხვედით, სამხედრო ძალები, ბათუმი თუ სხვა თქვენთან მომაგრებულია, მაგრამ თქვენს მეტი, თქვენ ხომ ხელმძღვანელი პირი იყავით.
იქ მეტი სხვა არავინ არ არის. არა, იქ სხვა არავინ არ არის. თქვენ ხართ. ეს ჯამში რამდენი ცოცხალი ძალა იყო, რაოდენობრივად? ჯამში ალბათ 1500 კაცი. ჯამში 1500 კაცი, კი ბატონო. ნაწილი ესე იგი მე შიგნით ვინც იყვნენ, ამაგდენი არ იყვნენ. იმიტომ რომ ნაწილი გამოთავსე სპეცდანიშნულების რაზმები პოზიციები აიღეს, რომ უზრუნველყო კოლონის შესვლა გამოსვლა. ნუ როგორც ესია ახლა ეს უკვე დეტალებია და ეს არ არის არც საინტერესო და არც ეხ პირდაპირ ეთერში სალაპარაკო ახლა იქ. მე უბრალოდ ძალიან ესე პატარა დეტალს დავაზუსტებ ჯერ. კობრა, ეს ის თურქული ჯავშან მანქანები ხო არის, ხო? ნუ თავისთავად კარგი მანქანებია, მე რაც ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ეხა საომარი მოქმედების დროს ეს შეიძლება იყოს რამხაც დამხმარე საშუალება, ხო, რაღაცა წამყვანი ვერ იქნება. სერიოზული ძალები რა გყავდათ, სერიოზული თქვა აი საომარი მოქმედებები დაწყებული აქვს, ვიცით რომ უკვე როკიდან გადმოვიდა, ხო, გექნებოდათ ინფორმაცია დიდი რაოდენობით ტანკები და თქვენ რა გყავდათ აი ეს შესაბამისი შესადარი. წინვაში სანამ მე ვარ შიგნით და მანამდე მეტი არაფერი 3 ტანკი აი ეს იყო რა რომელიც 3 ტანკი და რამდენიმე კობრა. რამდენიმე კობრა ყავდა ერთი 10-15 კობრა იყო ხსოვთ აღარ მახსოვს ბევრი ყავდა კობრები. ხო, ნუ რამდენიმე მე გადმოდიოდნენ და იკავდნენ პოზიციას რა. გასაგები. აი თათბირის ერთ-ერთი უკვე იქ კონფლიქტის ზონაში ჩატარებულ თათბირზე ლაპარაკობდა ბატონი ქოიავა თქვენს წინ ვინც იყო და იქ ითქვა რომ აი იქ გადაწყდა იქ ესეთი გადაწყვეტილება იყო რომ თქვენ იქნებოდით უშუალოდ ცხინვალის მიმართულებაზე ურქალაქ ცხინვალზე პასუხისმგებელი ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ თქვით თუ არ ვცდები თქვენ ნათქვამად თქვა რომ თუ სწორად მახსოვს რომ დაგჭირდებოდა დახმარება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ასე იყო ესე არ იყო ნახეთ იქ ადგილზე რო ავდივარ უკვე ზემონიკოში, აი იქ მჭირდება დახმარება უკვე და აი იქ მიკომპლექტებენ კიდე დამატებით აი ორ დანაყოფს. მან წინასწარ არ იცის, დაელოდო შემდგომ ბრძანებას. ხო, ესეა, კი. შემდგომ ბრძანებას დაელოდო, არ იცის მან წინასწარ იქ მი. ისე რო თქვა ეს როგორც ის პოლიტიკურმა ელიტამ და არა სამხედრო ძალამ და სპეციალური დანიშნულების დანაყოფი. ახლა როგორც ტელეფონით მითხრეს მე ეს კაცი რაც ლაპარაკობდა რომ მე ესე იგი წამოხდი და პიროდი გინდა თუ არა ცხინვალში მივიშვიდე ეგეთი რამე არც ჩემი გარასაწყვეტი იყო ცხინვალში შესვლა და არც იქიდან გამოსვლა. მე ამას როგორ ვიტყოდი ხო? კი ბატონო, მაგრამ თლიან სურათში ბატონო შალვა, რაც ბატონმა ლაშამ მოგვითხრო და რაც თქვენ მოგვიყევით. კი ბატონო. თუ ამ თათბირის ნაწილს გამოვაკლებთ, დანარჩენს თქვენ ორივე ერთი და იმავე ყვებით. ეს და იგივე მოხდა და უბრალოდ მე ეს რაღაცა რაც ახლა გასაგებია, ერთი და იმავე. ხო, არ მithქვია. ხო და აქ ამისთვის ვართ რომ ვარკვიოთ და ამიტომ სვავ ამდენ კითხვას რომ გაირკვეს, მაგრამ თუ გამოვაკლებთ თათბირის კომპონენტს, რასაც ბატონი ლაშა ქოიავა ყვება და რასაც თქვენ ყვებით, პრაქტიკულად არის ერთი და იგივე. კერძოდ ის რომ ამ საომარ მოქმედებებს ერთობლივად რაღაცა ამოუცნობი განტოლების მიხედვით ახორციელებდნენ პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის ძალების დახმარებით რომ თუ ვინმეს განესაზღვრა ამოცანად ცხინვალში შესვლის ეს იყავით თქვენ და თქვენი ძალების, სამხედრო ძალების დახმარებით. ეს ბატონი ლაშა ამბობს, რომ შეთანხმდა 7 აგვისტოს გამთენის თათბირზე. თქვენ კი ამბობთ, რომ ეს თქვენ ამოცანად განგესაზღვრათ ჯერ კარალეთში და შემდეგ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაგირეკათ და გითხრათ, შედი ცხინვალშიო. ანუ იმ ერთ კომპონენტს თუ გამოვაკლებთ, რეალურად თქვენ ხართ ერთადერთი ხელმძღვანელი პირი, ვინც იყავით შესული სახმელეთო მიმართულებას გულისხმობ ცხინვალში, ხომ ასეა? ამას ამბობს? მე თუ გავიდოდი იმ ჩემი პირვანდელი გეგმით იმ ადგილზე, მე ვერანაირად ვერ მოხდებოდი პირველი. იქ შესული. მაგაზე არ არის საუბარი. არა, ეს ხო ყველაფერი მე ხდება იმ რაღაცის გამო და არა იმის გამო, რომ წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ მე უნდა ავსულიყავი ზემონიკოში და იქიდან სადღაც შესულიყავი. ნახეთ, რატომ კითხეთ ბატონმა ვანომ, ნახეთ, ტყილად მე ხო არ გეკითხებით, ყველა ვიღლებით, ყველა ვნერვიებით.
მე თავიდან თქვენ გკითხეთ ბატონმა ვანომ კარალეთის შტაბში თქვენ რამე გითხრათ თქვენ თქვით არა ასე იყო კი ბატონო არ ვთქვი არა თქვენ თქვით მე დავალება მივიღე გენშტაბის უფროსის მოადგილისგან ანუ ამოცანა მან დაგისახა შესაბამისად ჩემი დასკვნა არის ასეთი რომ თქვენ ბატონ შალვა ჯანაშვილს პირველად დავალება მოგცათ სამხედრო პირმა და შემდეგ უკვე ცხინვალში, იმიტომ რომ სამხედრო პირს არ უთქვამს, ხო ცხინვალში შედიო. ხო ცხინვალშია. ცხინვალში შესვლის დავალება თქვენ მიიღეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან. ამას ყובה ლაშაქოიავებს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო განსახორციელებელი შინაგანის. ეს არის ისეთი ის რა ქვიან პირი ხო, რომელიც არ შეეძლო ამის გაკეთება რა ამას ვამბობ. ვის ბატონ ვანოს? კი, უშუალობის საბჭოს წევრია და უშუალობის საბჭო ხელმძღვანელობს ამ იმას რა ქვია, ხო ამ კრიზისს. ესია, განგაშების სპეციალისტი. დივანი ვინ იყო, ხომ არ გახსოვთ ამ დროს? დივანი, უშიშროების საბჭოს დივანი. დივანი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ხო ამ იმას უშუალობის საბჭოს და აღარ მახსოვს რა ვერ გეტყვით. კარგი. ხო. მოდით ბატონი ვანო უფლებამოსილი იყო თუ არა რომ თქვენთვის დაევალებინა ცხინვალში შედიო ეს შემდგომი კვლევის საგნად დავტოვოთ მაგრამ ჩვენთვის თავარი არის ის რომ დავალებებს თქვენ იღებდით ორი წყაროდან ეს ხომ ასეა ორი წყაროდან ერთი იყო თავდაცვა ანუ სამხედრო მიმართულება და მეორე იყო თქვენი შემდგომი მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი, ვინც თავიდან ვერ შემოგვიერთდა მათთვის ვამბობ, რომ ჩვენ ვესაუბრებით ბატონი ვანო მერაბიშვილის მოადგილეს ბატონ შალვა ჯანაშვილს, რომელიც ამ პოზიციაზე მსახურობდა 2004-დან 12 წლამდე. კარგი, წევრებს ვთხოვ შეკითხვებს, ბატონ პაატას აქვს თქვენთან კითხვა. მოგესალმებით ბატონ შალვა. ბატონი გურამი. თქვენ მნიშვნელოვანი თანამდებობა გეკავათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ბრძანდებოდით. მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა უშუალოდ ამ ოპერაციის დაწყებამდე ვიდრე როგორც თქვენ აღნიშნეთ თქვენი დანაყოფები გადაადგილდებოდა ცხინვალის რეგიონში მანამდე თუ კონდათ რაიმე ერთობლივი წვრთნები სამხედრო დანაყოფებთან არ ქონიათ თქვენ ბრძანეთ რომ მაშინ კარგი კავშირგაბმულობის ტექნიკა ქონდათ თქვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქვენს დანაყოფებს ზოგადად მე თუ სწორად მესმის თუ არა და გამისწორეთ მითხარით ის დანაყოფები რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით არ არის განკუთვნილი საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებლად და მათ აქვს სპეციალური კონკრეტული ამოცანები მაგალითად კონკრეტული სამიზნის ვთქვათ არ ვიცი ტერორისტის განადგურება ან თუნდაც ვიღაცის აყვანა მაგალითად შეიძლება კოკოითი აგეყვანა თან ასე შემდეგ ხო არ ვიცი ეს შეიძლება ყოფილიყო თქვენი ამოცანა კონკრეტული ამოცანა თქვენ სანამ იქ დაიძრებოდით როგორც გავიგე არ ქონდათ არავისგან მიღებული კონკრეტული ამოცანა არ არის რომ ამ წერტილიდან ამ წერტილში უნდა მიხვიდე არამედ ისეთი ამოცანა რომელიც თქვენი ტიპის ქვედანაყოფს აქვს ხოლმე როცა არის კონკრეტული სამიზნე რომლის წინააღმდეგაც უნდა განახორციელოთ კონკრეტული მოქმედება ან უნდა აიყვანოთ ან უნდა ლიკვიდაცია მოახდინოთ ან რაღაცის პრევენცია უნდა მოახდინოთ ასეთი ტიპის ამოცანა ქონდა თქვენ წინასწარ დასახული როცა ჩამოხვედით ჩამოფრინდით და დაიწყეთ ხელმძღვანელობა ამ პროცესს არ ქონია, უბრალოდ გითხრას რომ აქ მიდი, დადექი და დაგველოდე, რასაც გეტყვით, გააკეთებ. კი ბატონო, გასაგები. თქვენ თუ გქონდათ მაშინ როცა იქ გადაადგილდებოდით ამ ტერიტორიაზე, იქ ხამის ინციდენტი ახსენეთ, რომ სკობრა გადავარდა და ასე შემდეგ. ესე იგი, თუ გქონდათ სპეციალური რუკები ამისთვის ხო მოგეხსენებათ გადაადგილება ხდება შესაბამისად სპეციალური რუკებით რომელთან თან ტოპოგრაფი ბრძანდებით ხო ქონდა თუ არა ესეთი რუკები და ამ რუკებით მოძრაობდით თუ არა რუკები ქონდა შტაბის ქონდა ჩვენი შტაბი ქონდა
დიახ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ წინ მიგიძღვებოდათ ის ორი გამყოლი, რომელიც არ იყო თქვენ დანაყოფის და იყო ასე ვთქვათ სამხედროები. რა მაინტერესებს კიდევ? სადაზვერვო დანაყოფებთან, რომლებიც წესი წინ უნდა ყოფილიყვნენ და ეთქვა თქვენთვის სად არის მტერი განლაგებული კონკრეტულად ან იგივე თუნდაც ცხინვალში როცა შედიოდით. ქონდათ რამე კონტაქტი მათთან? არა, როდესაც კონტაქტი არ ქონია. როდესაც წინა იმაში შვიდში საღამოთი იყო თათბირი, დაახლოებით რა ისინი იყო მოწინააღმდეგის რა ისინი სად განლაგებული ეს დაახლოებით მაშინ ეს დაახლოებით იცოდით სად იყო, მაგრამ უშუალოდ მოქმედებები როცა გადაადგილება როცა დაიწყეთ, მაშინ ლაივში ასე ვთქვათ ინფორმაცია არ მოგდიოდათ, რომ ტერმა შეიძლება ხო დღეს თათბირზე ესე ელაპარაკეთ, აქ არის განლაგებული, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებია შეიძლება ადგილი შეიცვალა, გადაადგილ. ანუ ეს ინფორმაცია თქვენ არ ქონდათ, უბრალოდ მიდიოდით ბრმად გუშინდელი ინფორმაციით, რომ აი მტერი წესით აქ უნდა იდგეს და არ გადაადგილდება, ხო, გასაგებია. რა მაინტერესებს კიდევ ესე იგი თვითონ ცხინვალში რო შეხვედით როგორ ხდება რა გეგმით დაიწყეთ ქუჩების დაკავება ანუ სად შეხვედით სად უნდა შეხოსულიყავით პირდაპირ რომელი корпуსი უნდა დაგეკავებინა თქვა სად უნდა გაგემაგრებინა თქვა უკან დახევის შემთხვევაში რომ თქვა პოსტები ყოფილიყო ისეთი რაც მოწინააღმდეგის აქეთ შემოსვლას იყო ეს გეგმა ქონდა თუ სპონტანურად შეხვედით ცხინვალში არა ჩვენ ხო მაგედან არ უნდა შევსულიყავით გამიგეთ მაგრამ მომზადებული ყავს ხალხი ისეთ მაგათ რომ ნებისმიერ იმაში სიტუაციაში ნებისმიერ თქვა ქალაქის დასახლებაში რომ შევიდნენ იციან რა პოზიციები უნდა აიღონ სად უნდა დადგნენ წინ გადაადგილება როგორ უნდა მოახდინონ უკან დახევა როგორ უნდა გააკეთონ აქ არ არის და ის ძალები რას თქვენ ყავდათ იქა რა ტიპის და რა ფართის დაჭერას შეძლებდნენ მოწინააღმდეგის დაწოლის შემთხვევაში აი ეს ფართი რაც დავიჭირეთ და რამდენი იყო ეს დრო და ფაქტურად შუა ქალაქამდე მივედით ფაქტურად ავედით მიხვედით ერთია მაგრამ მე რო წამოვიდეთ ხო და მე ნელ-ნელა უკან მიხედით მოწოლასთან ერთად იმიტომ რომ ტყვია წამალი გარეოდა ხო იქ ამ დროს ქალაქში იყო თუ არა სამხედრო დანაყოფების შესული და სამხედრო ტექნიკა შესული თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ტანკები ქალაქის ქუჩებში არ იყო ჩვენი არ იყო არა ჩვენი მხრიდან ტანკები და სხვა საბრძოლო ტექნიკა ცხინვალის ქუჩებში არ შესულა? მხოლოდ ის სამი ტანკი ყავდა. მხოლოდ ის სამი ტანკი. კი ბატონო. გასაგებია. კარგით, მადლობა ამ ეტაპზე. ბატონო გურამ. გამარჯობათ ბატონ შაბა. კითხვა მაქვს ესეთი, თქვენ უშუალოდ თქვენს ხელმძღვანელობასთან კავშირს ითი ამყარებდით, რა ტექნიკური საშუალებებით ამყარებდით ხოლმე? როცა ჩვენ ვატარებთ ხოლმე ღონისძიებას, რაციები ქონდა, საკმაოდ მაღალი ხარისხის რაციები ქონდა. იქ აი სამხედრო მოქმედებების დროს გულისხმობ. ჩემთან და ჩემ დანაყოფებთან მე მქონდა საკმაოდ საიმედო კავშირი, ისეთი რომ თქვენ დანაყოფებთან, ხელმძღვანელობასთან? ხელმძღვანელობასთან მობილურით რა. მობილურით. აი სანამ იქ იყავით, აი სამხედრო მოქმედებების ტერიტორიაზე, თქვენ უშუალოდ ხელმძღვანელობასთან კონდათ მინისტრთან, შესაძლოა მინისტრთან ურთიერთობა, მხოლოდ თუ ხანდახან კონდათ გენშტაბთანაც ურთიერთობა. კონდა, იმიტომ რომ ეხლა ეს არ მივედით იქამდე. შემდეგ, როდესაც თქვა აი იქ რა ქვია გამოვედით რაღაცა ნაწილი, იმიტომ რომ მე ხო შეგნით ვიყავი, გამოვედი რაღაცა პატარა ჯგუფით. შევცვალეთ ესე იგი ეს ტყვია წამალი და ისე თავიდან გავუგზავნეთ იქ ხალხს და იქ პატარა ესე ვთქვათ გარეთ პატარა შტაბი მოვაწყერო ვთქვათ აი კოორდინაცია მქონდა უკვე ჩემი რაცი ჩემ დანაყოფებთან შიგნით რომლებიც იყვნენ აი აქ მოდიოდა თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის წარმომადგენელი როგორც მახსოვს იქ სახმელეთო ჯარების სარდალიც იყო გონი აი ხა აღარ მახსოვს მოდიოდა მქონდა ჩვენთან ისა რა ქვია სადაზვერვო ინფორმაციას დირექტივების და ესეც რა ვთქვათ სანამ ამ კითხვას დავაზუსტებ ბატონ შალვა თქვენ როგორც აი პროფესიონალის პასუხი მაინტერესებს მობილურით რო უკავშირდებოდით ხელმძღვანელობას ეს ამ სამხედრო ოპერაციების დროს საფრთხეს არ წარმოადგენს რო ვთქვათ კი ბატონო ეხლა მეორე კითხვის დაზუსტება ანუ გამოდის რომ თქვენ ამ ერთ მომენტში თქვით რომ თქვენ დაუკავშირდით მინისტრს და თქვენი გადაადგილება შეუთანხმდათ როდესაც ამბობთ რომ
თქვა საზოგადოება რომ უნდა გასულიყო შეუთანხმდით თქვენი ძალოვანი სტრუქტურის გადაადგილება, ამბობთ რომ ასევე გქონდათ კავშირი გენშტაბთან. ანუ გამოდის რომ თქვენ ორი ხელმძღვანელი ყავდათ, თქვენ წვეთდით როდის ვისთვის უნდა ბატონო კავშირი, როგორც კი ჩაგვანაცვლეს და ჩვენი პოზიციები გადავაბარეთ ჩვენ 9-ში თავდაცვის სამინისტრო. ანახეთ საზოგადოება რო გავიგე, მესმის. საზოგადოება რომ არ დავაბნიოთ. თქვენ როცა ჩახვედით იქ და ხელმძღვანელობით ოპერაციას, აი თქვენს უწყებაში და მე რო წამოხვედით, აი ამ პერიოდში თქვენ ხან უკავშირდებოდით შსსმინიც და ხან უკავშირდებოდით გენერალურ შტაბს, ხო? ესეა. ანუ რეალურად ვინ წვეთ და თქვენ წვეთდით, როდის ვისთვის უნდა დაგერეკათ? თუ როგორ იყო? ანუ უფრო თქვენ უკავშირდებოდით ხოლმე თუ ერთხელ თქვენ თქვით რომ მანომერაბიშვილმა თვითონ დამირეკაო. დამირეკა ერთხელ. კი ბატონო. გენერალურ შტაბიდან თუ დაურეკიათ? არა, მე დაურეკე ერთხელ. თქვენ დაურეკეთ ერთხელ. მე უკვე აი ეს კავშირი რო არ ქონდა. აი ხა კი ბატონო. ფიზიკურად მოდიოდა მე. გასაგებია. აი ხა მე ამ მეორე კითხვის დაზუსტება მინდა ასევე როგორც თქვენი როგორც პროფესიონალიდან გამომდინარე. ნახეთ იმ დანაყოფების რადიო თქვენი აზრით და არა მარტო თქვენი აზრით, კანონმდებლობით სამხედრო სამსახურში მომუშავე ადამიანისთვის იქ არსებული დებულებებით თქვენი აზრით აი ამ სამხედრო ოპერაციებში ნორმალურია ის რომ თქვათ ეს მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი ხან ერთ ხელმძღვანელს ურეკავს ხან მეორეს ურეკავს ანუ ერთიანი იმის თქმა მინდა რომ ერთიანი შტაბი აი ამ ოპერაციებს არ უნდა ხელმძღვანელობდეს და თქვათ თქვენთვის უნდა იყოს ცნობილი ვის დაურეკოთ და ვინ დაგირეკავთ. ერთიანი შტაბი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მე ხო იმაზე ვიყავი, რა ქვია, ადგილზე ვიყავი, გამიგეთ? არა, ბატონშალო, ერთიანი შტაბი თუ ხელმძღვანელობდა, თქვენ ხან მინისტრს ურეკავდით და ხან გენშტაბს და ნუ მაშინ როგორ გავიგოთ ეს საზოგადოებას რო აუხსნათ. თუ ერთიანი შტაბი ხელმძღვანელობდა, ეს ხო არ იყო ხა 2000 კილომეტრზე არსებული საომარი მოქმედებები, ხო? თქვენ ამბობთ რომ ხან მინისტრს ურეკავდით, ხან ის გირეკავდათ, ხან შტაბს ურეკავდით, ხან შტაბი გირეკავდათ. თქვენი აზრით, მე ამ შემთხვევაში თქვენი პროფესიონალი მე თვითონ დამირეკა თქო, ერთხელ ბატონშალო, სწორად რო გავიგოთ, ჩვენ აქ ჩვენი კომისიის მიზანი არის, ჩვენი კომისიის მიზანი ეს ცხადავ თქვი ჩვენ რომ არც ერთ შემთხვევაში არ არის იქ სამხედროების და მით უმეტეს ჯარისკაცების და ძალოვნების გნებავთ და არც სპეცრაზმის, ანუ ძალოვნების ასე ვთქვათ, მოქმედებების შესწავლა. ეს ცალსახა. ჩვენ უბრალოდ თქვენგან გვაინტერესებს ფაქტები, რომ ამ ფაქტების შემდგომ ჩვენ დასკვნაში უკვე დავწეროთ რამდენად პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ქონდა იქ სწორად ომამდეც და ომის შემდგომაც და ომის პერიოდში წესები. ამას ვიკვლევთ რა, ანუ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაუხსნათ და თქვენს რო როგორც პროფესიონალმა გვიპასუხოთ ხოლმე. ანუ თქვენს მოქმედებებში ბრალეულობას კი ავეძებთ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის რომ დადასტურებულია ეს სამწუხაროდ დადასტურებულია, მათ შორის სხვათა შორის მათი მომხრე პოლიტიკოსების მხრიდანაც რომ ქაოსი იყო და ნუ რომ გეგმა ხან ქონდათ, ხან არ ქონდათ, ხან არ ასრულებდნენ და ჯარს პოლიციით ანაცვლებდნენ და ასე შემდგომ. უბრალოდ მე თქვენი როგორც პროფესიონალის პასუხი მაინტერესებს რომ აი ამ სამხედრო მოქმედებებში უნდა ყოფილიყო თუ არა ერთიანი ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ თქვენ თავად ახსენეთ რომ ხან ერთ მინისტრს ურეკავდით და ხან შტაბს ურეკავდით. როგორც პროფესიონალის პასუხი მაინტერესებს. ეს ესე უნდა ყოფილიყო თუ არა? ესე უნდა ყოფილიყო და ესეც იყო თავიდან. სანამ აირეოდა ის სიტუაცია. მე რომ იმ პოზიციაზე გავსულიყავი, ჩათვალეთ რომ ჩემი ბრალია ყველაფერი რა. მე რომ იმ პოზიციაზე გავსულიყავი და დამეკავებინა, თავდაცვის სამინისტრო თავის მოვალეობას შეასრულებდა და მე შემდეგ დამევალებოდა, რა ქვია, საკონტროლო საგუშაგო პუნქტების მოწყობა დამევალებოდა იმის რა ქვია ტერიტორიის კონტროლი, რაც კარგად იცოდნენ ჩემ იმას დანაყოფებმა, იმიტომ რომ მთელი აი რამხელად ის არის ტერიტორია, ხო, აფხაზეთი. კი, მესმის. ანუ თქვენ თქვით ეხლა რომ კი ბატონო, თქვენ თქვით ესე თუ განხორციელდებოდა, დიახ. მაშინ ყველაფერი მიდიოდა. იმ კავშირგაბმულობის იმითაც მე ვიყავი კმაყოფილი, იმიტომ რომ იმაში რა ქვია დანაყოფებში მე ხომ მყავდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი მომცემდნენ მე უკვე თავიანთი კავშირგაბმულობის საშუალებებს და იმითი მივიღებდი. მაგრამ როგორც კი აგვერია ეს სიტუაცია და აღმოჩნდი მე უკვე სხვა ხარეს, სადაც უკვე ისეთი საშუალება არ იყო, შეიძლებოდა შიგნით რო არ შევსული, მე ახლა ნახეთ როგორი ისა შიგნით რო არ შევსულიყავი, რა ქვია, შევსულიყავი ქალაქში. შეიძლება გარეთ უფრო მეტი
მეტი სხვეპრი მქონოდა. ბატონ შალო, ნახეთ თქვენ თვითონ თქვით ახლა რომ ასეც იყო ერთიანი შტაბი ხელმძღვანელობდაო. სანამ აირეოდა სიტუაციაოდა. აი ეს აგვიხსენეთ ახლა ჩვენს და საზოგადოებასაც. რა აირია და რატომ გახდა მე ეს ასე ვთქვათ აუცილებლობა შეიქმნა თქვენ ხან ერთ სურეკავდით მინისტრს ხან. მე ვერ დავიკავე ის ადგილი სადაც უნდა დამიკავებინა. ამან არია ყველაფერი. ნუ გამიგეთ ახლა მე ჩემ თავს ვიდანაშაულებ ახლა მეტი რა ვქნა. მე ვერ დავიკავე ის ადგილი, იმიტომ რომ რატო თქვენ ინიციატივით გააკეთეთ? ჩემ ინიციატივით კი არ გავაკეთე. ფიზიკურად ვერ მივედი იმ ადგილამდე. იმ გამყოლს აერია, ვინც გამოგვაყოლეს, იმას აერია ის რა ქვია. ახლა მან ერთ ცოტა გავერკვიოთ ახლა ჩვენ მართალია სამხედრო სპეციალისტები არა ვართ, მაგრამ ახლა კითხვა იყო სულ სხვა რამე. ეხლა არის ნაწილი გნებოთ სპეცდანიშნულების ნაწილი სადღაც შეასრულებს ამოცანას, სადღაც შეიძლება ვერ შეასრულებს. შეიძლება ნაწილობრივ შეასრულებს, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ერთიანი შტაბი დანაწევრდეს და ხელმძღვანელი სამი გახდეს? ეს რა შუაშია? მე გეკითხები თქვენ რომ საომარი მოქმედებების დროს შეიძლება ნაწილი შეასრულო, ნაწილი არ შეასრულო. თქვენზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. მაგრამ თქვენ რატო ჩათვალეთ საჭიროდ რომ ნაწილი რაღაც ვერ შეასრულეთ და ამიტომ ხა მერაბიშვილისთვის უნდა დაგერეკათ და არა გენშტაბისთვის. ბატონო? არ დამირეკია კიდევ იმას. არა, როგორ ახლა არ თქვით კაცო. მე რომ ავედი ზემო ნიკოში თვითონ დამირეკა იმ რა ქვია მინისტრმა. არ ვაპირებდი დარეკოს. ბატონ შალო ნახეთ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თქვენს დადანაშაულებაზე არ არის საუბარი, არც ბრალეულობაზე. უბრალოდ თქვენგან როგორც სამხედრო სპეციალისტისგან, ძალოვანი უწყების სპეციალისტისგან გჭირდებოდა ეს პასუხი, რომ ეხლა გეტყვით, გავაგრძელებ, ზემო ნიკოში რომ ვიყავი იქ, ხო, სიტუაცია. იქ ვიქნებოდი იქამდე სანამ არ მივიღებდი გენშტაბისგან დავალება შემდეგ მოქმედებებზე. მე უბრალოდ ცუდი პოზიცია იყო, იმიტომ რომ იბომბებოდა რაღაცა და ამ დროს დამირეკა თვითონ. გამიგეთ და ამ დროს დამირეკა და ეს თვითონ ამას ესეც ხო არასტორია ბატონ შალო, მაშინ დამეწახეთ. ბატონო? თქვენი როგორც სპეციალისტის პასუხი გვაინტერესებს. მაგრამ უფლება ქონდა რომ მოეცათ ჩემთვის ბრძანება, მე ამას გეუბნებით, არასტორია თუ სწორია, მაგრამ ქონდა უფლება. არა, ეს მე შეიძლება გითხოთ ბატონ შალო, არა ვარ სპეციალისტი. და თქვენ ამბობთ რომ 93 წლიდან გაიზარდეთ აი ამ ძალოვან სტრუქტურაში და ელემენტარული წესი ეს მე ვიცი ახლა რომ საომარ მოქმედებებში ხელმძღვანელი ერთია და გენერალური შტაბი ერთია და ხო შეიძლება და ახლა თქვენ ამბობთ რომ დამირეკა მინისტრმა და ეს მითხრაო მე დაერეკა 2 წუთის მერე გენშტაბს რომელს შეასრულებდით თქვენ რომელ ბრძანებას შეასრულებდით რომელია უპირატესი ასე დროს აი ეს პასუხი მინდა თქვენგან და იმის აღიარება გვინდა რომ არ იყო იქ კოორდინაცია სამწუხაროდ ის რომ თქვენ მობილური ტელეფონები თქვენ თვითონ თქვით რომ იყო საფრთხე რომ მოისმენდნენ ამას მაგრამ სხვა საშუალება არ ქონდათ ის რომ არ იყო ერთიანი კოორდინაცია ის რომ არ იყო ერთი ხელმძღვანელი და თქვენვე აღწერთ აქ რომ ხან ერთი გირეკავდათ ხან მეორე გირეკავდათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ აქ ვიკვლევთ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაბიჯებს და არა ამ შემთხვევაში თქვენს ბრალეულობას და მით უმეტეს ძალოვანი სტრუქტურების. აი და ბიჭების მით უმეტეს ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რა თქმა უნდა. აი ამისი პასუხი გვინდა ბატონ შალვა. აი იყო ეს ნორმალური და არის ნორმალური თუ არა რომ ხან ერთმა დაგირეკოს ხან მეორემ და მაშინ რომლის ბრძანებას შეასრულებთ. ხო არ არის ეს ნორმალური დაგვეთანხმეთ. სამხედრო არმია და დავალებას და ბრძანებას უმიღებ ის უნდა შეასრულოს რა. ვისაც აქ ამის უფლება ხოდა ბატონო გურამ დაგეხმარებით თუ არი უკადრისებთ. ძალიან კარგი კითხვა დასვით თქვენ. როდესაც ადამიანი არის გასული ველზე, რა მნიშვნელობა აქვს აკეთებს, მით უმეტეს როცა არის სამხედრო და იცავს სახელმწიფოს და მის სუვერენიტეტს. თუ მიიღებდით, მას ჭირდება კაფიოობა მაქსიმალური, იმიტომ რომ დროა ცოტა. თქვენ თუ მიიღებდით ბატონმა გურამმა ეს კითხათ. დავალებას გენშტაბიდან, მოადგილისგან, ან ბატონი გუგავასგან, რომელიც გეტყოდათ წაბრძანდი მარცხნივ და თუ მიიღებდით ვანო მერაბიშვილისგან, თქვენი მინისტრისგან დავალებას წაბრძანდი მარჯვნივ. რას გააკეთებდით? როგორ იყო ეს მოწყობილი? რას იზამდით? ურთიერთ გამომრიცხავ ბრძანებებს თუ მიიღებდით? ბოლო ბრძანება თუ იქნებოდა გენშტაბის უფროსისგან იმ დავალებას შევასრულებდი. რომელიც ბოლო იქნებოდა და თუ იქნებოდა? თუ დამირეკავდა ზაზა და სიტყვა ზადოგოგავა და მეტყოდა რომ იყავი მან და ისაკენი რა ქვია დაგველოდე ჩვენ ან არ გადაადგილდე, მაშინ ამ დავალებას შევასრულებდი. და შემდეგ თუ დაგირეკავდათ ბატონ ივანო და გეტყოდათ გადაადგილდიო, ასეთ შემთხვევაში გადაადგილდებოდით.
ანუ ბოლო ბრძანებას შეასრულებდით მიუხედავად იმისა ის და ეს და თუ დამირეკავდა ეს მეტყოდა და მე უკვე ჩავთვლიდი რომ ეს დანაყოფები დანარჩენები არ იყვნენ მზად და მარტო გასაგებია გასაგებია დიახ რა თქმა უნდა დავსვა ბატონ შალვა იქნებ დაგვისუსტოთ თქვენ რომ მიიღეთ ბრძანება რომ ზემო ნიქოზში წასულიყავით მან ჩვენი სამხედრო დანაყოფები არ იყო არავინ არ იყო და თქვენ უნდა მისულიყავით პირველები ზემო ნიქოზში ჩემამდე ვიღაცა იყო იქ თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი ჩემამდე იყო იქ ასule და თქვენ რატომ მიდიოდით მაშინ ზემო ნიქოზში ამოცანა რა იყო ყველაზე მოკლე ადგილი იყოს იმ ადგილიდან სადაც მე ვიყავი გაჩერებული რომ შესulis წერტილამდე მისულიყავი გამიგეთ ცხინვალში მესმის ანუ თქვენ სადაც თუ სწორად გავიგეთ თქვენ სადაც იდექით იქიდან უნდა ასულიყავით ზემო ნიქოზში იმისათვის რომ იქიდან სწრაფად შესულიყავით მერე ცხინვალში დავალება მიმიღო შემდეგი რას ვაპირებ შევდივით არ შევდივით თუ რაღაცა ხო ანუ თქვენ ხო შემდეგ ნაბიჯებს ალბათ იკითხავთ ლოგიკურად მე უნდა რომ ადი და შედი ხო მე უნდა აფსულიყავი იქ და გავჩერდი დავავლაბდი ვალაგებთ ამ ყველაფერს იქ და თქვენ არ გიკითხავთ ან თქვენთვის არ უთქვამთ რომ ამის შემდეგ ნაბიჯი რა იქნება ამის შემდეგ მივიღებ ბრძანება და ის ბრძანება შევასრულებ წინასწარ თუ იცოდით რომ ადიხართ ხო ნახეთ თქვენ სპეცდანიშნულების რაზმი აკყავთ ზემო ნიქოზში და იქ ხო რაღაც დისლოკაცია უნდა დაიწყოთ რაღაცასთვის მომზადება უნდა დაიწყოთ აქეთ უნდა გატრიალდეთ იქით უნდა გასაით რაღაცა ხო უნდა იცოდეთ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება ანუ მომზადებასაც შემდგომი ნაბიჯისთვის იმის მიხედვით აკეთებთ თუ რა არის შემდგომი ნაბიჯი ხო ყველაფრისთვის ხო ვერ მოემზადებოდით ზემო ნიქოზში სადაც მე უნდა გამთავსებულიყავი იქაც ერთი ამოცანა მქონდა უნდა მივსულიყავი და იქ დავლოდებოდი შემდეგ ბრძანებას სავარაუდოდ მე რო ამოვედი ზემო ნიქოზში აქაც უნდა გავჩერდი და დავლოდებოდი შემდეგ ბრძანებას კი ბატონო გასაგებია და მე რო ესე იგი ბრძანების გარეშე შევსულიყავი მაშინ გეტყვით რომ მე მქონდა წინასწარ მიღებული ის რომ მე საიდანაც არ უნდა მომხერხებოდა იქიდან უნდა შევარნილიყავი შემისწორეთ თუ მეშლება რამე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მაშინ ესე გვახსოვს იმ დროიდან რომ საკმაოდ დიდი რუსული ბაზა იდგა ზემო ნიქოზთან ზუსტად იქ სადაც თქვენ უნდა გაგეულოთ არავინ აღარ იყო იქ უკვე მე რო გავიარე და დამწვარი ის იყო რაღაცა BMP თუ რაღაც რუსული მანქანა შენობას რაღაცა მოხდრილი ქონდა ისიც აქიან და იქ აღარავინ აღარ იყო რა რუსული ბაზაზე არავინ არ იყო აღარავინ აღარ იყო კი ბატონო გასაგებია ეს მაშინ იმან რაფიან იმასთან იმშავი ცოტა ხანი მამუკა ფარულავასთან როცა ის ქალბატონი ჩამოდიოდა ეს ფატო ბენსუდა და ამ ბაზასთან დაკავშირებით გავიარეთ აეროსურათები და რა ვიცი ყველაფერი კი რა კი ფატო ბენსუდა ახსენეთ საზოგადოებისთვის განმარტოთ რომ ეს იყო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ქალბატონი ბენსუდა როდესაც მე მსახურობდი იუსტიციის სამინისტროში სწორედ მაშინ ძალიან მეძიმე და მნიშვნელოვანი პროცედურები გაიმართა ქალბატონი ბენსუდას პროკურორობის ჟამს და რისკი იყო ბატონო შალვა ის რომ ინდივიდუალური სამხედროების ჯარისკაცების პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო ჰააგის სასამართლოში და ჩვენ დაგვჭირდა ჩვენი სიმართლის, ჯარის სიმართლის, ქართული სიმართლის მტკიცება უმძიმეს პირობებში, იმიტომ რომ იმ ქაოსის ფონზე, რასაც თქვენ დღეს ამდენი საათის განმავლობაში ყვებით, ამას ქაოსი ქვია, მეტი არაფერი ჩემი აზრით. მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა, რომ ჩვენ ელემენტარული სიმართლე დაგვემტკიცებინა, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა რომელიმე ჯარისკაცის ვერ დადგებოდა და ვერ დადგება, იმიტომ რომ ჯარი აკეთებდა თავის საქმეს, ჯარს ჰქონდა თავისი სერიოზული მუშაობის შედეგად შემუშავებული სამხედრო გეგმა, რომელიც, როგორც თქვენ უწოდეთ, აირია, მაგრამ რეალურად პოლიტიკური ჩარევის შედეგად აირია და საერთოდ მოქმედებაში მისი მოყვანა რატო გადაწყდა ეს კიდე ცალკე საკითხია, იმიტომ რომ შეიძლება ეს ყოფილიყო მაშინდელი რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილება ან მათთვის მიცემული დავალება საიდანღაც. ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით, იმედია მგვეცოდინება. და იმ ფატუ ბენსუდას უწყებასთან
ჩვენ ძალიან ძიმე შრომა დაგვჭირდა და მე მინდა ყველას მოგილოცოთ, ვინც ჯარში მსახურობთ, რომ იქ ქართული სიმართლე, ანუ ჯარის და სამხედრო სიმართლე დამტკიცდა, ასევე სტრასბურგის სასამართლოში. ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების და მათ შორის თავდაცვის სამინისტროს პროკურორი ფარულავა ახსენეთ თქვენ და მისი და ყველა პროკურორის ჩართულობით და დიდი ძალისხმევით იუსტიციის სუსის როლი იყო მნიშვნელოვანესი და რა თქმა უნდა თქვენი ყოფილი უწყების შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით უკვე ქართული ოცნების პირობებში. ეს ჩვენ მოვახერხეთ, მაგრამ რაც აგვისტოში ვერ მოხერხდა 2008 წელს, რომ დანაკარგი ყოფილიყო ნაკლები, ომი ყოფილიყო თავიდან აცილებული, რომ მოსახლეობა იქ არ ჩარჩენილიყო და ასე შემდეგ, რატომ ვერ მოხერხდა ეს ყველაფერი, ამიტომ გაწუხებთ ამდენი საათის განმავლობაში. ბოლო რამდენიმე კითხვას კვლავ დაგისვავთ, მანამდე ბატონი ალეკო გკითხავთ და შემდეგ უნდა ჩვენ დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ბევრი დრო